გოროდოკის დასახლებაში დაურეგისტრირებელი საცხოვრებლის მფლობელებს ფართის რეგისტრაციის საშუალება ეძლევათ. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით შექმნილმა კომისიამ, რომელსაც საცხოვრებლის ფაქტიურ მფლობელზე გადაცემის წესი უნდა განესაზღვრა, მუშაობა უკვე დაასრულა. გოროდოკში სვიშევსკის ქუჩაზე მცხოვრებ 80 ოჯახს, რომელსაც საცხოვრებლის დაკანონების პრობლემა უკვე წლები აქვს, მთავრობის წარმომადგენლები დღეს შეხვდნენ. მათ ადგილობრივებს ბინების საკუთრებაში გადაცემის პირობები, კრიტერიუმები და პროცედურები გააცნეს. მათი ნორმატიული აქტების ასლებიდან იმუშები გადაეცათ, რომელიც ფართების საკუთრებაში გადაცემის წესს განსაზღვრავს და რომლითაც დაინტერესებულმა პირებმა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა მიმართონ. დღეისათვის რეგიონის მასშტაბით მსგავსი პრობლემის მქონე ასეულობით ოჯახია. არის მოსახლეობა, რომელსაც გააჩნია მცირე დოკუმენტი, ანუ ერთი საბუთი, პირობითად რომელიმე ორგანიზაციიდან უფლება რომ ეცხოვრა კონკრეტულ ადგილას, ხო? მაგრამ ეს არ იყო არასდროს საკმარისი დოკუმენტი იმისთვის, რომ საკუთრებაში რეგისტრაცია მომხდარიყო. ეხლა ჩვენ უკვე კომისიურად შესწავლის შემდეგ მოხდება ამ ტიპის საბუთი ჩაითვლება საკმარისად იმისთვის, რომ მოხდეს ქონების რეგისტრაცია საკუთრებაში. ჩემი მამამთილი 40 წელია გარადოქში ცხოვრობს და სულ ერთი ქართველი არ იყო, რაც ჩემი მამამთილი შემოვიდა პირველი და იმედი მაქვს, რომ გაგვიფორმდება ამდენ გვპირდნენ, ყველა ხელისუფალი მაგას გვპირდება და ახლა დიდი იმედი მაქვს, რომ აღარ მოგვატყუებენ, გაგვიფორმებენ.